14 ივნის დილით დავიწყებთ ბრიტანული მეძებრების დერბის გუშინ საღამოს ჩატარებული კონტინენტალების დერბი შევწყვიტეთ სამინდის გაუარესების გამო ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა და ძალიან წვიმდა ესე ვთქვათ და ფაქტიურად ძაღლებს უკვე აღარ შეეძლოთ რომ ფრინველი ეძებნათ და ამიტომ გადავდეთ და ინგლისურებს რო დავამთავრებთ მივაბავთ კონტინენტალურ მეძებრებს ცოტა ხანი შევისვენებთ და გავაგრძელებთ ეგრევე რომ მეორე შეჯიბრიც მოვასწროთ რა ხვალ მოკლედ 10 ძაღლი ყავს პირველ რიგში რაც მინდა ყველა მიცოდეთ ამ შეჯიბრზე თავარი არის ძაღლის ბუნებრივი თვისებები ახალგაზრდა ძაღლები არიან წარმოდგენილი 30 თვემდე და პირველი ყურადღება ექცევა ძაღლის ბუნებრივ თვისებებს როგორ არის დაყენებული წამყვანის შეცდომები დაძდევს არ დაძდევს მაგას ყურადღება არ ექცევა იმიტომ რომ ახალგაზრდა ძაღლებია და თავის გეშვის პერიოდი კიდე წინა აქვს ესე ვთქვათ დაყენების პერიოდი რაც თავარია ძაღლი ნაბულზე რო დადგება არაფერ ბრძანებას არ ვაძლევთ მივდივართ და ამის შემდეგ წინ წასვლის ბრძანებას მხოლოდ მას შემდეგ ვაძლევთ და აუცილებლად გასროლის გარეშე შეფასება არც ერთ ძაღლს არ დაეწერება დანარჩენი რიგითობა იცით სონი დაიწყებს მამუკაც ძაღლი მე მოყვება დანარჩენები ის არიან გადავხედო და გეტყვით ხო ახლოს იყავით ხოლმე რა შემდეგი ძაღლი რომ ძალიან დიდ დრო არ დავკარგოთ დაახლოებით 1.50 მეტრში უკან შეგიძლიათ გამოვყვეთ და დაგიძახებთ მოხალთ ხოლმე რომ დრო არ დავკარგოთ მასში რა ქვია მეორე ძაღლის ლოდინში რა გამოსვლით აი ხა ნიავი ვნახოთ საიდან არის და გავყვეთ ამ ინტერესიარს როგორ შეაფასებით? ძალიან კარგი გასვლა. იგი ნორმალურია. და არის საუბაროჩემს ცოტა შეგამი. ოპა. ოპა. დაუძახეთ, კი დავინახეთ. ლიანობაში ვერასაც უყურებთ. სტილი ნორმალური სტილი აქვს. ხო, უნდა რომ უფრო ფორმაში იყოს. უნდა გამოიყვანო შეჯიბრისთვის მომზადებული 2 და 3 საათ ნატარები და ესე ნავარჯიშები არა, აი შეჯიბრისთვის უნდა მოამზადო. კონკრეტულად რა. ეს მინდა მეჩვენებია. ხო, კი ბატონო, ნორმალური სტილი აქვს, პერსპექტიული ძაღლია, თუ კარგად დააყენებ, მაღალ შეფასებებს მიიღებს ხოლმე იმის მიხედვით, როგორ იმუშავებს რა. წარმატებული. კარგად. მეორე გამომხდელი. ხარი, აკელა. Dimitrios. Zachs miudeki, zachs. So, Daar is het, zal je prima.
მიდი ძაღლთან მეთქე. ეს ეხლა მოხსნია არა. არა მოხსნილია ამის შეცდომა ძაღლის კი ძაღლი ესე იდგა თავი მივიდა ჩაუდგა წერს და ძაღლ შუაში ამი გაუ ორი ნაბიჯი უკან მოუარე რაღაც მივიდა და ვერ დაადგინა. ერი აგიფრინდა თუკა ეს არის მესამე გამოსვლილი. ხო თუ მეოთხე? მესამე გამოსვლილია პოინტერი. მემედი ახლა მე ჟურნალის მე ადგა ეგრევე დადგა. განა უკრიდან მოუარე და მომიყო მიუჩი აიყვანე აიყვანე აბაო დეკ ოდი პირველი ფიქრი არ ხდება გადადი ცოტა წინ და გავუშვი ესე ბიგიდან არის ზოგადად პირველ წუთში იდეალური მუშაობა რა ქონდეს თუ ჩაითვლება შეჯიბზე. კარგი ითვლება ცუდი. ცუდში აქვს შანსი რომ გამოასწოროს. არა, გამოსწორება ის ეპატიება, ეს ვთქვათ, უბრალოდ როცა ადგილის გადანაწილებაზე მივარდა საქმე, მაშინ გაითვალისწინებ, რომ ეს შეცდომა ხომ დაშვებული ხარ. გასაგებია. წუთი იჭრება როგორც არის ამოსუნთქვის მომენტი, აი ახალი გაშვებულია, უნდა ზედნა დაალაგოს დაალაგდეს. მაგ მოტივით ეპატიება დახვდება. ოთხე გამოსვლელი ინგლისური სეტერი. ჯად არ უყურებს ის არა დაუშვა დაუშვა იო 9 ძაღლია სულ? ხუთე გამოსვლელი. ესეანია. რამე დაიმატა კიდე?
ჯერჯერობით აი მარტო ის მასეთანა მუშაობა. ორი ცნობილი თქმა უნდა. შეფასებას მიიღებს, ამას მე მოხდა უკვე ყველა. აი მინა ეს ანგრი. მომენტში ზოგმა გამოტოვა, ზოგმა ისმესა და მიატყვა, ვორაჩი რო დადგება ის იმ ხედავდი ნაპირზე რომ დადგა ის რო არ განძრეულიყო, მივიდოდა წამყვანი, იმედი გაფრინდებოდა ამოიყვანა. როდნავ ორ ნაბიჯი გადადგა და თუ არა ფრინველები გააცხო, მაგის გამო ირო ის. თუმცა შანსი ჰქონდა, კარგი ჰქონდა. ჩაბარი. მოდი, გადაგავლები არიან და დიდებსაც მოგიხობდნენ ციფრები. შემდეგები რა, მე გადავიდოდი. ერი ყავს? იქით არ გვინდა. ექვსი გამოსვლელი. ხევის მეშინია. მგეშინია. ინველი იქ არის, მოვიდი გავუშვი. და 1-0 მარკო. Ja. მამა კურდღელი ყავს სტუდე და ელზე რა გიკეთია და მარტო სათო. ვიგაცისანი და რომ მე სოუთომ კავშირი. ორე. ვიღაცარი რო შეგვიძლია მარტო ვერ დაინა. და ჯერ ვერ ვხედავ. გას. Stop. Bravo, хоча. ერთი 10 წუთი ხო იყო? იგვირება. რა, ხო რა. ოჩ, ჯიგარი. აი, ამას მაგიტო უკეთ ვერ ხედავ და. თუ ჩაიწია ქვევით ხო ვაფშე? ხო, ანტენა უნდა რა. ანა ახლა მომავალი. გასწო დიდი რენჯის უესა ხო გადასკი. არა, აი ხა ყუნაობს კიდე ხო დაინა. არა, აი ახლა დავიწყეთ. ახლოვით გამრავლე მინიმუმ 3-ზე. ვიდან არის? გითხარი? გამოსვლელი. ძელი მას ნახავ რა. პატოქს როგორ. ყველას პრობლემა გაუშვებია. გადავაჭ. არა, ამის ნაბიჯი კი არ ვამბობ. ამინდა. და ანა არა. აუ, მაგრამ ხარკავ. მელიებზე მონადირე. ეს თავი. აი და ნუ გადამისწრეთ ხა 3. Via!
საიდან? ვიღაც ადი. ერთი ამას მე ამას დასალაგებელია ეს ძებნა იმდენად ტოვებს ახლა რაღაცა ადგილებს ხდება, მაგრამ იანობაში აი პოინტერი აი ეს არის. ამბობ მაგრამ დააყენებ ჩათვალე რავი ევროპაში. ძალიან შეცდომი სანადიროცა ფოტოან კარგი იქნება და შეჯიბრებს და ამონაშედეგებს. და რეალურად როცა სამწუხაროდ ნადირობთ ამანძეს ფარავს აი ნადირობაში რამდენად კომფორტული შეუძლია. თუ ფრინველი ნახა იქ ვაწავა. შორს. თუ გწავა გამოტოვებს ნაკლია. ეს ახლა პატარა მინდორში მოხდება ივლის მოკლეზე. მეშვიდე გამოსვლელი პოინტერი. მეშვიდეა, ხო? თუ მერვე? მე. მარჯვნიდან არის ნიავი, მარჯვნიდან. სოფლიდან. ვასე ჩემს აყვალე ლაგისთან მოხდი. მოძენ მხარეს ტოვებს ამ ფასტს ხარაც გამოვიანე სულ დაბლაიარო ფაქტიურად ხარი არ ნახე მე ხარ დერბიზე ისე არ ახცევ მაგრამ ზოგადად შეულებრივ შეჯიბრზე ძალიან ცუდია რა ამ თანაბრად უნდა იაროს ორ მხარეს სადაც ჩავა იქ უნდა გადმოვიდეს ეს ხარი არ უნდა დატოვოს გამოვიდა პირველად ეს ტერიტორია სულ ის დატოვა ერგირა და ლეკვირა ვიქალ მეროგის ხარი კოშმატკედა მათო უნებრი გავი ჩართული რა თავი მიავს უყურებს დანდეს მეცხრე გამოსვლელი ინგლისური სეტერი აკეთი არის რა ჩვენთან უკან მეათე გამოსვლელი არ არია რომ დაღმაიაროს ინგლისური სეტერი არის მეათე რესპონდენტი სობელი რა გვარია? თქვენ სახელი და გვარი რომით? ვას სუფიტაშვილი ვას. მიდი ზოგადად დაურეკეთ ჩამოვიდეს ეგრე. გიგას. ხო. აუ დაურეკეთ. იგი. იალდე როგორ მოუმატა ადროს რეკიამოზე დრო რამდენია? ლიან გამოსვლა ხარი ერთიანი ჩაფხარა. ხასებაღად ანუ ფინალურად
ახლა გადაიღე, რატო არ იღე? ოქცე ოქცე არ მინდა დამანესო, გასულ. ალუჩ კი, ეს კარგად გამოჩნდება თან ახლო მანძილში. ხედავ კი, ყვითელი ყვავილები რო არის მან დგას. ჩვენ პირდაპირ ყვითელი ის რო არის მან და ინერგიის გამო მოიხსნები მიო. ოკეი, ია პერსპექტივია, ინფორმებს არ უშვებს, არ დაუშვება, უნაბული არ გააკეთა და შემდეგ საკავს არის პერიოდი, როდესაც დრო ადლე მეორე გაშვების ეხლა რეგიონის ეძახიან ეხლა ფაქტიურად ეძახიან ყველა დაღლები მორჩენ აუხით უბრალოში ამის ყველაფერი უკვე ნანახი ქონდა ძებნა წილიც და ჭირდებოდა მუშაობა მართლა დაგეშვენიერი მუშაობა გააკეთა გიგა გაიღიმე შეჭირდა გიგა კბილები გამოვიდა დავასრულეთ დერბის პირველი დღე ბრიტანულ მეძებრებში 10 ძაღლი იყო წარმოდგენილი მოკლედ გამარჯვებულიდან დავიწყებდა ჩავყვევი მერე ქვემოთკენ დღეს რა ვიცი შესანიშნავი მუშაობა გამოსვლა ჩვენა წინანდალის ზიკომ და შეფასება ფრიადი და ტიტულით დაიმსახურა პირველი ადგილი ბრავო გასვლაც სტილიც რა ვიცი აი ყველაფერი თავის ადგილზე აქვს ნამდვილი პოინტერია როგორიც უნდა იყოს პოინტერი აქვე ერთ პოინტერს აღნიშნავ ორს და კიდე ძალიან ისეთი გამოსვლები ჰქონდათ თუმცა რა ვიცი ძაღლმა შეცდომა დაუშვა ფრინველი ამ მოიყვანა მაგრამ ძალიან პერსპექტიული ძაღლებია ორივე კრაკენიც წინაზეც აღნიშნე ძალიან კაი სვლა აქვს უბრალოდ კონცენტრაცია დააგდა ბოლოს და მორჩილებიდან გავიდა ორივე ისეთი ძაღლია რომ კარგად დაყენებულები, ძალიან პერსპექტიული და რა ვიცი, იმედის მომცემი ლეკვია ორივე. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს. მეორე ადგილზე შეფასება ძლიერ კარგით გავიდა აკელა ინგლისური სეტერი, სად არის? ქონდა ესეთ შემთხვევა ერთი მუშაობა ქონდა კაი გამსვლელი ძაღლია სტილიც ნორმალურია, ვერ ვიტყვი რომ იდეალური სტილი აქვს ინგლისური სეტერისთვის, მაგრამ აი რაც პირველი ზოგადად ეხლა რაც უყურებდა ინგლისურ სეტერებს სტილთან ერთად აკლი არის მენტალიტეტი. აკელას მაგ-მხრივ პრობლემა არ აქვს, დღეს რაც გვაჩვენა, მუშაობა ქონდა საშუალო ხარისხის იყო, ისე ზუსტად ვერ ამოიყვანა ფრინველი. შემდეგ გაშვების შემდეგ ერთი ფრინველი რატოა, მაგრამ რადგან კარგარეთ იყო ეგ ფრინველი მადის კვალიფიცირებელ შეცდომაში არ ეთვლება და მთლიან ფონზე, ამიტომ შეფასება ძლიერ კარგი დაიმსახურა ამჯერად. შემდეგი შეფასებებით მარკო სად არის? გიგა ნათლია, ისე რამოსი ქვია. მარკო იგივე რამოსი. ბატონი ბერძენიშვილის დღევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე შეფასება კარგი დაიმსახურა. კარგი. იქიდან გამომდინარე რომ პირველი რაც არის ძებნის გაშლა. ბრიტანული მეძებრისთვის პრიორიტეტულია რომ გასხავდებოდეს გაცილებით კუნძულურისგან, უბრალოდ კონტინენტალისგან, კი ბატონო. მასაც და შემდეგ ლიზასაც, მასაც შეფასება კარგი აქვს. ხო, იგივე ორივე ძაღლს ჰქონდა დაახლოებით იგივე ერთნაირი ტიპის გამოსვლა. ორივეს ესე ვთქვათ, ვიტყოდი რომ კუდთან აქვს კუდის მცირე პრობლემები, არა მათ დისკვალიფიცირებელი, მაგრამ ძაღლი რომ მოძრაობს, კუდს ამოძრავებენ ზედმეტად. პლუს ამას ლიზას ორი ცრუნაბული ჰქონდა. და ამის გამო ორივე ძაღლს ესე ვთქვათ შეფასება კარგი მიიღო ორივემ და რა ვიცი იმედია უფრო სწორი მომზადებით, უფრო მეტ გასვლას და შედარებით რა ვიცი აი როგორი მომენტია იცი სეტერმა თუ არ გაშალა ძებნა არ დაალაგა
რიტმის თუ არ ექნა ძალიან ძნელია რომ სტილი აჩვენოს ეგეთი მოძრაობით რა და რა ვიცი იმეც ვიქონიებ რომ უკეთეს გამოსვლებს ვნახავთ ხოლმე ხვალაც და მომავალშიც რა და ამჯერად შეფასებები ორივე ძაღლს დანარჩენებს ჰქონდათ პანდორას აღნიშნავ კარგი გამოსვლა არ ჰქონდა კი არ ირბინა ძაღლმა ზებრაში არ ჩაერთო ფაქტიურად რა ვიცი წამყვანს არ მოშორდა ნუ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცეები აი ხვალით შევხედავთ ახალგაზრდელებია ჯერ და რა ვიცი იმედი გვაქვს ყველა რომ გამოასწორებს თავის შეცდომებს სხვა ძაღლებს ფრინველთან ჰქონდათ მუშაობის შანსი მაგრამ ესე ვთქვათ ვერ გამოიყენეს მიაწვნენ ზედმეტად და შეფასება მეტი არ დაიწერა დღეს მადლობა სულ ყველას ეხლა ვნახოთ ხვალდილით მადლობა მსაჯეს მადლობა ეხლა ცოტა დავიშვენებ და გუშინდელი ესე იგი ჩავაგნილ შეჯიბრს რეპეტეს ჩაუტარებთ მაგრამ კონტინენტალებში ხია რა ხია რა მე მშია ძმაო და მე რომ მშია გიგო მაშინ რა უცხარებში ძალიან კარგად არის მდგომარეობა რამდენიმე პერსპექტიული ძაღლია და რამდენიმე უკვე ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი დონის ძაღლია აი რა ვიცი რომ უნდა უყურო და სიამოვნებით დატკბე ისეთი დაყენებულები და ისე მუშაობენ პოინტერებშიც ძალიან კარგად გვაქვს საქმე რამდენიმე კარგი ძაღლი და პერსპექტიული თვითონაც ბევრი ძაღლი კიდე არ ყავდათ გამოყვანილი სახელს და გვარს არ დავასახელებ იქნიე და მინიმუმ 2 ძაღლი მინიმუმ ხო მინიმუმ 2 ისეთი ძაღლი რომელიც თვითონ რომ მეორე სადაა და ეს არის მეორე აი სეტერებში ცოტა პრობლემატურია რასაც უყურებ რაღაც სხვა მიდგომა გვინდა იმიტომ რომ ეს გლობალურად უნდა შევხედოთ ამ თემას იმიტომ რომ მასაში აი ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ აი იმ დონის სტილის და გასული აი ამ პოინტერები რაც არიან არც ერთი სეტერი არ ყავს არც ერთი რა აი დღეს რაც ვნახეთ აი კვირეულში აი სტილის პრობლემები აქვს თითქმის ყველა ძაღლს აი რაც უნდა იყოს დიაპაზონის კი აი უყურე თვალში გეცემა აი ზიკორ ვავიღოთ რა რეალურად სეტერი უნდა იყოს ეგეთი ოღონდ სტილი უნდა ქონდეს სეტერის ეგეც პრობლემა გვაქვს ზოგადად ეს მენტალიტეტი იმიტომ რომ აი ფაქტიურად აი ერთი ძაღლი დიმას ძაღლი იყო დღეს რომელმაც ხო აკელამ დაფარა ტერიტორია და აი მთელი შეჯიბრების განმავლობაშიც რა ვიცი აი ძალიან ისე რა აი ვერ ვიტყვი რომ აი ეს სეტერი მომეწონა ისეთი ის ქონდა და რაღაცა გადასახედია ალბათ სხვა სისხლებიც ან შემოსაყვანია ან რაღაც დართვებია ისეთი გასაკეთებელი რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას წინ რა ვიცი აი ჩემი აზრი ეგ არის იმიტომ რომ ზოგადად და იმ შემართებით რაც გვაქვს რაც აი ძაღლები ძალიან ბევრი ჩამოდის სეტერები ვერ იტყვი რომ ჩამოყვანილი ძაღლები არ არის მაგრამ ალბათ რაღაცა რა ვიცი რაღაცას ვაკეთებთ არასწორი და ეგ მოსაფიქრებელია რა ძაღლებია მეტად გასამრავლებელი რა სისხლებიზე უნდა ვიყოთ და იმ სისხლებით გავაგრძელოთ რომ რა ვიცი აი მე მაგალითად ძალიან მაინტერესებდა ის რა ქვია იმის ძაღლის ნახვა მაგრამ ჩარტიშვილის ძაღლის ნახვა რომ გვენახა რეალურად რაც წარმოადგენს ერთი თვალით კი მათ მოკრული და ისეთი მომენტია მაგრამ რა ვიცი აი ნახოთ რა ვიცი უნდა მოვიფიქროთ 5 წელი დაგვაცადე და იქ არა მნიშვნელობა 5 წელი დიდი დრო არ არის შენ ძაღლებში მაგრამ არა 15 წელია სეტერისტები მასე იძახიან მიმართულება კონდეს სწორი იარო სწორი მიმართულებით და ერთ წელში არც პოინტერები არ ყოფილა ისეთი რომ დრო დაჭირდა ყველაფერს მაგრამ თვითონ გეშვაც გიო ეხლა შედარება არ არის ხო იმ რა შეცდომებსაც მას იმუშავებდით გეშვაში შეცდომებს რა თქმა უნდა ახალბედებს კი ახალბედებს რა თქმა უნდა აქ ეთყობა კიდევაც და ყველას მაქსიმალურად რჩევას ვაძლევ ხოლმე რომ რა უნდა გაითვალისწინონ და მაგხრივაც რა ვიცი აი დაყენებული ძაღლები გაცილებით მეტია ისეთი რომელიც აი საათივით გაწყობილები რა იგაზე აღარ ვლაპარაკობ ეს დაბერდა უკვე და ზოგადად ვიცახი სხვა ძაღლებიც ბევრი მინაბელი ეხა ვიფუჭქნა ხასიათი ძაღლი რა მოგივიდა ეს ხასიათის ბებერი დაიბადა ეს არის რეალობა უნდა რეალობას გაუსწროთ თავი აი როგორი მომენტია იცი თუ შენი ძაღლი პირადად აი მე ჩემზე ვიძახი 2-3 ძაღლი ისეთი რომელიც არ იყო რაც უნდა ყოფილიყო ავიღე და სხვა ჩუქი ძალიან ძნელია ზოგადად ვერ წარმომედგინა თუ ეგეთ რამეს შევძლებდი მაგრამ
ის ძაღლი რომელიც არ არის ის რაც უნდა იყოს არ უნდა გაამრავლო შენ უნდა გქონდეს მაგის შემართება რა და დანარჩენი დაალაგდება ყოს ხვისი ძაღლი თუ კაია ჯობია იმაში ჩადოს ადამიანები ეს ჯობია შენს ხო აღიარო იმაში ჩადო ფული წაიყვანო საზღვარგარეთ დართო რომ უკეთესი და უკეთესი მიიღო იმის ცდა რომ აი ცუდიდან მოდი კაიზე დავთავ და ეგ არის ძალიან გრძელი გზა რომელთაც შეიძლება შედეგამდე ვერ მიხვიდე ან მიხვალ პენსიაზე რო გახვალ მაშინ აი ეგ მომენტია და 5 წელი რა ვიცი მე თია აზრი მაქვს вообще და მას გულის რომ ჩემი აზრით вообще და უნდა ითქვას რომელი ძაღლი კლუბში მაინც რომელი ძაღლი არის вообще გასამრავლებელი და რომელი არა რაღაც ძაღლები შეიძლება დართო თქვა გქონდეს რაღაცა ისეთი სისხლები იყოს რაღაცა მაგრამ ის ბუდობა უნდა გაიზარდოს და გადაირჩეს ის ბუდობა თუ ისევ წავიდა ისევ 10 კაცის ხელში მოხვდა და 10-ვე გამრავლდა ისევ ბუმერანგივით გიბრუნდება რომ უკან მიდიხარ ისევე კლუბი მაგას არ უნდა წყვეტდეს რა ყველა მომშენებელი თავის ნაწარმზე არის ეს ჩევის სახით შეიძლება გაამრავლე კარგი დინა გაამრავლე ნაგავი რა ერთი წამი ჩევის სახით ვიზარდი არ არის მიმართულება უყურე ზოგადად ევროპული მეძაღლეობის და ჩვენც მაგას მივდევთ კლუბი არ განაგებს დართვებს როგორც ადრე იყო თქვა კომუნისტების დროს სექცია კლუბი არ დართვებს განაგებს მეპატრონე და მომშენებელი ესე ვთქვა და კლუბის გაზლე აი შეჯიბრები ტარდება იმიტომ რომ ამ შეჯიბრზე მე გეუბნები რომ ეს კაია ეს სუდია დასკვნები შეიმლია კლუბმა მოგცეს რეკომენდაციები მაგრამ ძირითადი გადამწყვეტი უყურებია ეხლა ტანტეს რო ატარებ ტანტესზე ნებისმიერ ძაღლს რომელიც ნაბულს აკეთებს და სროლის არეშინია უფლება გაამრავლოს მაგრამ კლუბი ანა როგორ რაღაცა იცი არ ხეს არ უწყობს არა სხვა სხვა აი არ გირჩევს რეკომენდაციას არ გაგიწევს რომ აი აქედან ლეკვი აიყვანო მარტო ტანტესტი რომელიც აქვს რა ხო და თვითონ ზოგადად მომშენებელი ხაზით ვითარდება მეძაღლეობა ჩვენ მიმართულებაში ესეა იმიტომ რომ მარტო პირობითაც ეხა რომ იყოს სექცია აი როგორც ადრე იყო ხოლმე და სექციაზე მე ვიძახდე შენ იმას და ეგ არ არის სწორი იმიტომ რომ ერთ ადამიანზე არ უნდა გადაწყდეს მთელი ჯიში ვიღაცა სწორი გზით წავა ვიღაცა არასწორი გზით წავა ვთქვათ და მაინც რაღაცა შედეგი დაიდება და კლუბი იმით რომ ატარებს ამ შეჯიბრებებს და ამ შეჯიბრებებზე ჩანს ყველაფერი და შეფასებებიდან გამომდინარე ნახულობ რა ძაღლს უნდა მიანიჭო პერსპექტივა და იქ უკვე შიდა მომენტებია ეხლა ძლიერ კარგი და ფრიად შეფასება შეიძლება ბევრნაირი ტიპის ძაღლი იჯდეს ხო ხდები მაგრამ იმას რა უნდა შეურჩიო როგორ შეურჩიო ეგ უკვე რეკომენდაციის სახით კონკრეტულად გინდა სხვა მომშენებელთან გინდა კლუბთან მაგაზე პრობლემა არ არის და უნდა დავждეთ და დავილაპარაკოთ ხოლმე ეგეთი სამაკ მიდგომა რომ ჩემიდან ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რომ ჩემზე ბევრად გამოცდის შევეკითხები რჩევას ორი იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა ეგ არის სწორი მიდგომა აი ეს რაღაცა ნიუანსები იმ სისხლებში მიმაში რაც არ ვიცი ახლა სხვა ხო მაგრამ ვიკითხავ პირობითად რა ახლა რომელიც აი თქვა საერთოდ ღირს პირობითად ჩემი ძაღლის გამრავლება თუ არ ღირს არც გავამრავლებ მაგას ეგრე შეიძლება იბუდობიდან ისეთი რაღაცა უფრო მეტი იმას რო დართავ ძალიან ისეთი თემაა ჩემი აზრით მე რაც გაუბნები შენ თუ გადაწყვიტავ რომ შენი ძაღლი დართო და გინდა რომ ჯიში წინ წავიდეს უნდა ის ბუდობა გაზარდო ან შეხედო რა ნახო და იქიდან უნდა დაბრაკო რაღაცა უნდა დატოვო თუ ეგეთი მომენტი დასატოვია რეალ არის თუ დასატოვი ხო რა თქმა უნდა შეიძლება ჩვეულებრივი ხა ყველა ნებისმიერი ყველა დიდი ტრაილერი ძმაო ტრაილერ ძუს არ მიუწია თითქმის 80%. არა მაგაზე არა უნდა იყოს სწორი ჩვენთან სეტერებზე პრობლემა თუ გაინტერესებს რაც არის არასწორი მორფოლოგია აქვს არასწორი ისა აქვს რა ქვია სლა ანუ მორფოლოგიიდან გამომდინარე და მე იწყება უკვე სხვადასხვა პრობლემები და შენ რო დგები და ძუს რომელსაც 5-6 პრობლემა აქვს მიდიხარ და თავი იგივენაირ ხვადზე მეტი არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს რა და ჩემი აზრით რავი მე თუ დამიჯერებთ რასაკეთებელია ეგეთი რაღაც უნდა აიჩეს სამუდე ნორმალური ძუ შედარებით იქიდან უნდა წავიდეს და დაერთოს ისეთ ტრაილერებზე რომლებიც იძლევიან ლეკვებს ის კი არა რომ ვიღაცამ რაღაცა მოიგო ეგ არავინ ეგ ფეხებზე არავის არ აინტერესებს
მოიგო ძალიან კაი. ვინ იძლევა მთავარი ეგარი. ლეკვებს ვინ რაოდენობრივად. არიან ძმაო ძაღლები, აგე მაგალითად იტალიაში არის ძმაო, ძაღლი ეპო, რომელმაც რავი 30 მაგარი ტრეილერი მისცა ძმაო. არავის არ გახსენებია რომ ეპოზე წავიდეს და დართოს, რაც ამ სეტერებში ფულია ძმაო დახარჯული იმის დედავატი. არავის არ გახსენებია. აგერ ნათანი იყო ძმაო და სანამ წინა დღეს მოკვდა იმას რომ ყიდულობდით მე და გუგა რა ბილეთს. უბრალოდ მაგალითი უნდა მისცე ეგეთ ძაღლები უნდა იშოვო, რომლებიც რაღაცას იძლევიან ძმაო, თორე ვიღაც ყველა კაი სისხლების არის. ნებისმიერი საგვარეულო, აგე მანქანაში საგვარეულოები მიდევს. პირადი გამოცდილებიდან საგვარეულო დადე ნებისმიერი კაი სისხლების არის, მაგრამ მარტო სისხლები არ არის. დაირთო, იმიტომ რომ კაი შეჯიბრები მოხდები იმით არა კრიტერიუმით, რომ გიგაზაღლი როდის იყო, ხო? და მთელი ბუდობა ფაქტიურად 0 და დაირთო რავი აი სუპერი ძაღლი თვითონ ძაღლი ძალიან მაგარია მაგრამ აი ეგეთი მომენტებიც ხდება ეხა მაგისთვისაც დაწუნა იყო და მე დავრთე გიგოს ძაღლს ძმაო დავრთე ძმაო და აგერ ჩერი მივიღე ევა მივიღე ნორმალური ძაღლები ან უნდა ვინ რას იძლევა იმაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიძახი რა შეიძლება ძაღლი ან ვაფშე ამით ეგ საქმე უნდა აკეთოს მომშენებელმა და შენ მიხო მომშენებელთან და ეგ უნდა ყველა მომშენებელია ვისაც ზუყავს ხო ხვდები როგორი თემა არის ის თვითონ ვერ შეინახავ და ვერ გაზდეს რა ყველა ადამიანის ის ხო არაზია ზუსტად ლაპარაკი რომ უნდა იცოდე იმ ძუს დართვა ღის თუ არ ღის ეხა შეიძლება მართლა მაგარი იყოს დახვიდე და ვაფშე არაფერი გამოგივიდეს მაგაზე დაზღვეული არავინ არ არის მაგრამ ძას რომელსაც ათი პრობლემაა ხო იმის საყვანა და იმაზე ფული ზახარჯვა არ თავისუფალ დგომში რო დააყენებდა ტრაკი უფრო მაღლა უდგას ვიდრე წინა მხრები ძმაო აბა იმას დართავ იგივენაირ ხვადზე და ლეკვებს 10-ს მოგცემს იგივენაირს და 2-ს მოგცემს ცოტა ნორმალი უნდა გულ ცოტა ნორმალი ხო მაგრამ იმ ნორმალურად ყველა მთავარია ძუები იყვნენ კარგი მონადირები და სწორი აღნაგობის და სწორი ფსიქიკის ძაღლები დადიან ძმაო ვარჯიშებზე ძალიან მაგრად სეტერებზე მაქვს საუბარი მეც მყოლია მათ შორის და მეც მყავს ძალიან მაგრად დადიან და გამოიყვან შეჯიბს და დაინახავს ხალხს და შოკშია ძმაო 20 წუთი უნდა მარტო რომ შოკიდან გამოვიდეს სწორს ამბობს მე ვეთანხმები ეგ არის დიდი პრობლემა ეგ არის თავიდანვე აღმოსაფრთხო თორე აი ეს გამრავლდება მორჩა აღარ აი კარ 3000 ძაღლი იქნება სეტერი ყველა არაფრის მაქვს ეგრე აი ძმაო, წეგან ტყუილად კარგი. დედას პიცა ვარ, ურცხარებს უყურებდი ძმაო, აგე წინა დღეებში და ურცხარებზე უფრო მეტი სიამოვნება მივიღე, ვიდრე სეტერების ნახეთ ძმაო. ეს ზოგადად ეგრეა. მე რომ მაგას ვიტყოდი, წარმოგიდგენია, ზოგადად ეგრეა, ძაღლი ყავს ძმაო, აი, ძაღლი ვაფშე არ იცის რა უნდა აკეთოს იმ ძაღლთან, პროსტა დადის და ნადირობს. ძაღლი ყავს ძმაო, რა ვიცი, აი, ესეთი ხარისხის ინგლისური სეტერი მე აქ არ მინახია ძმაო. როგორ გავხდა ინგლისურს? შენ ვაფშე შენთვის გადმოსულა. საერთოდ ვერ გავიქ. რა აღებობს? ზედან მოხში თუ ჩასვა კარგად. აი რაღაცა გაში თუ ჩასვა. ავიდე ხო ეხლა კონტინენტალები